Hallelujah. და იცით, როდესაც შენ გჯერა და გწამს, რომ ვიღაც შენი გულისთვის მოკვდა, ვიღაცამ შენი გულისთვის თავისი ხოლოჩობილიძე გაწერა, ვიღაცამ თავისი სიცოცხლე გაწერა. მე მგონი ამით ყველაფერი არის ნათქვამი, რომ ჩვენ დავიჯეროთ, ვინ არის ის და რა უნდა მას ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში. მას უნდა ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში მოვიდეს ის, რისთვისაც მან გაიღო ეს მსხვერპლი. რომ ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში იყოს სიცოცხლე, ღმერთის სულისაგან შთაბერილი, სიწმინდე, მისი ჭეშმარიტება, მისი სიმართლე, გულწრფელობა. ქრისტიანობა ეს არ არის თამაში. ეკლესია ეს არ არის თეატრი. ჩვენი ცხოვრება საერთოდ არ არის სურფასებო თეატრი, ჩვენ რეალობაში ვცხოვრობთ, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალები და ჩვენ რეალურ ღმერთს ვემსახურებით და ამ რეალური ღმერთის წინაშე ყოველი ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ რეალურები, ნატურალურები, ისეთები, როგორებიც ვართ და არა თვალთმაქცები. არა პირფერები, არა გარეგნულად, მხოლოდ ქრისტეს სახის მატარებლები, ასეთები ხო ფარისევლებიც იყვნენ. და სიტყვა ფარისეველი დღეს შეიძლება ასეთნაირად არის მოხსენებული და ასოცირება, როცა სიტყვა ფარისეველი გვესმის, რომ ეს არის თვალთმაქცი, ეს არის პირფერი ადამიანი, რომელიც აჩვენებს ერთს და სინამდვილეში სხვა არის, მაგრამ თავის დროზე სიტყვა ფარისეველი ამას არ ნიშნავდა, ისინი იყვნენ რჯულის ფრიად შემსრულებელი ადამიანები. მაგრამ როდესაც მათ ცხოვრებაში იმძლავრა გარეგნულმა ღვთისმოსაობის გამოხატულებამ და მათი შინაგანი ზრფასებო ჩამორჩა ამას და შინაგანიდან არ მოდიოდა ეს ყველაფერი და მხოლოდ გარეგნული გამოხატულება იყო. ამიტომ ამხელდა იესო ქრისტე მათ და ამ სიტყვამ ამიტომ შეიძინა ასეთი მნიშვნელობა. ამიტომ დღევანდელ დღეს ღირს, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა ჩვენ ცხოვრებას დრო და დრო გადავხედოთ და უბრალოდ ერთ რაღაცას ჩაუფიქრდეთ. ის რაც გარედან ვართ და რასაც გარედან ვაჩვენებთ და ჩვენი შინაგანი, აი შინაგანი ხო არ ჩამორჩება ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ გარეგნულად ვაჩვენებთ. ამიტომ დაგვეხმაროს უფალი ღმერთი. ამენ. ღმერთს დიდება და მადლობა დღევანდელი დღისთვის, მშვენიერი, გამომხნევებელი სიტყვა მოვისმინეთ როცვის წინ, უფალმა გაგურთხოს ბავასილ, მშვენიერი დამოწმება, უფალი არის ჩვენი იმედი. და რაც არ უნდა იყოს ჩვენ ცხოვრებაში, მშვენიერი ანალოგი იქნა მოყვანილი, როგორც მზის ხივს შეუძლია, რომ სიცოცხლე მიანიჭოს, თუნდაც მცენარეს, რომელიც სიკვდილის პირას არის და განადგურების პირას არის, ასე ღმერთის მადლს, მის ძალას, მის წყალობას და მის სიტყვას შეუძლია მიანიჭოს ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებას სინათლე, სიცოცხლე, სიწმინდე. ჰალელუია, ის სოცხალი ღმერთი არის. ამიტომ მოდი ყოველთვის ჩვენი ღმერთის იმედი გქონდეს ყოველ ჩვენთაგანს და მის წინაშე წარვსდგეთ ყოველთვის. დღეს მინდა გაგიზიაროთ უფლის სიტყვა ჩამოძვრფასებო და ვილაპარაკო ებრაელთა წერილიდან. ცოტა გრაფიკს ჩამოვრჩი გასულ წელს, წესი დამთავრებული უნდა მქონოდა ბიბლია ბოლომდე, როცა იანვარი დავიწყებ ხოლმე და ებრაელთა წერილზე ვარ, გრაფიკს ჩამოვრჩი და კიდევ ერთხელ ვტყუები ებრაელთა წერილის კითხვით. იმედი ავინაზღაურებ ამ წლის განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება ღმერთის სიტყვა ყოველ დღე. ამენ. მარტო კვირა დღისით კი არა, ყოველ დღე გვჭირდება ღმერთის სიტყვა. ამიტომ მოდი შემოძვრფასებო. ვისურვებდი, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა დავიდოთ ჩვენ ცხოვრებაში წესად, რომ ყოველ დღე წავიკითხოთ ბიბლია. ამასინათ წავასწრეთ სოციალურ ქსელებში და ჩემთვის მოულოდნელი იყო, ცოტა გასაოცარიც იყო და სასიამოვნოც იყო, რომ ეკლესიამ მისცა კურთხევა მრევლს, რომ წაიკითხონ ყოველდღე ბიბლია. ჩვენ ეკლესიაზე არ არის ლაპარაკი, ალბათ ხვდებით, თქვენ ყოველთვის მოცემული გაქვთ კურთხევა და იქვე იყო ბიბლიის კითხვის გრაფიკი. რომელი გრაფიკიც რას თავი მახსოვს ეკლესიაში თითქმის ყოველთვის არსებობდა. და ბოლო წლებში მით უმეტეს რამდენჯერმე ეკლესიაში კიდევაც დარიგდა ადრე, რომ ადამიანებს იმ გრაფიკით ეკითხათ. რამდენი თავი უნდა წაიკითხო დილით, რამდენი თავი საღამოთი, რომ ერთი წლის განმავლობაში
შენ წაიკითხო ბიბლია. არის სხვა გრაფიკებიც 6 თვის განმავლობაში როგორ უნდა წაიკითხო ბიბლია, მაგრამ როგორც ნორმალური ჩვენ უყურებთ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც თუ ბიბლიას წაიკითხავს ადამიანი, ეს იქნება ძალიან მშვენიერი. წარმოიდგინეთ თქვენ გასულ იანვარს დავიწყე ბიბლიის კითხვა, ხან გადაგების მომზადება გინდა, ცოტა გრაფიკსაც გადაუხევ და აგერ გავიდა წელი და ჩამორჩი ამ გრაფიკს და გამოცხადება დავჭა წასაკითხი. არც მთლად ისეთი იოლი არის, რომ წელიწადში ერთხელ ბიბლია წაიკითხო. ამიტომ მოდი სერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხს. შეიძლება თქვა, წელიწადში ერთხელ როგორ არ წავიკითხო ბიბლიას, მაგრამ მოდი ვისაც არ გესინჯიათ, ჯერ მოსინჯეთ და დაიწყეთ. გრაფიკით ბიბლიის კითხვა და დაინახავთ, რომ თურმე წელიწადში ერთხელ რო ბიბლია წაიკითხო, ესეც არ ყოფილა მთლად იოალის საქმე. არა და გვჭირდება ჩვენ. როგორც მზე სჭირდებოდა იუას, რომელზეც მოიყვანა მაგალითად ძმა ვასილიმ, ასე ჩვენ გვჭირდება ცხოვრებაში ღმერთის სიტყვა. ჩვენ გვჭირდება ღმერთის მადლი, მისი ძალა, რომელიც მისი სიტყვიდან მოდის, იმიტომ რომ იესომ თქვა, თქვენ იმ სიტყვით განიწმინდენით, რომელიც მოისმინეთო. ღმერთს დიდება ამისთვის. და მინდა დღეს ვილაპარაკო ებრაელთა მე-6 თავიდან, მაგრამ მანამდე ცოტაოდენ მინდა გითხრათ ებრაელთა წერილის შესახებ, რომ ეს წერილი დაიწერა ებრაელი მორწმუნეებისთვის. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რაც ებრაელთა წერილში არის ჩაწერილი, ის წარმართი ქრისტიანებისთვისაც ყურადსაღები არის და საჭირო არის. იმიტომ რომ ქრისტეში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართ შორის. და საერთოდ ისიც უნდა გითხრათ, რომ ფიგურირებს ხოლმე ზოგადად აზრი, რომ ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, თითქოს ძველი აღთქმა ნაკლებად საყურადღებო არის, მაგრამ გეტყვით, რომ ძველი აღთქმის თაყვანისცემა გამოხატული არის ახალ აღთქმაში. იცით, ქრისტიანობა არ არის ეს იუდაიზმის დანამატი. ეს რაღაც ახალი არის, მაგრამ ამავე დროს, როგორც ჩვენ გვესმის, ეს არის ძველი აღთქმის სრული გაგება. იმიტომ რომ ახალი აღთქმა ეს ძველ აღთქმაში არის. ძველი აღთქმა, რასაც გველაპარაკებოდა ჩვენ, ეს ყველაფერი იყო მომავლის აჩრდილი და ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მესია მხსნელი უნდა მოსულიყო ქვეყანაზე და იესო ქრისტეს მოსვლით ეს აღსრულდა შემოძრფასება. ამიტომ დიდება და მადლობა ჩვენ უფალ ღმერთს და პირველი ქრისტიანები ესენი ებრაელები იყვნენ. პირველი ქრისტიანები რუსებო ებრაელთა თემებიდან მოდიოდა და როგორც ჩანს პირველ ეკლესიას და ებრაელთა ეკლესიას დიდი მოლოდინი ჰქონდათ, რომ მალე მოვიდო და უფალი იესო ქრისტე. პეტრე მოციქულის ხო ამბობს, რომ ზოგიერთი ამას დაყოვნებად მიიჩნევენ, მაგრამ დაყოვნება კი არ არის, მაგრამ ჩვენი უფლის მოწყალება ელოდება ყველა ადამიანს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოინანიოს. მაგრამ უყურესრფასებო პირველი მორწმუნეები ამ მოლოდინით ცხოვრობდნენ, რომ იესო ქრისტე მალე დაბრუნდებოდა. ებრაელების რფასებო მორწმუნეებს პლიუს ამას ისიც დაემთხვა, რომ იუდეველები დევნიდნენ მათ აი ამ დევნაში, ამ გაჭირვებაში და ის მოლოდინები, რომელიც არ იყო დაფუძნებული ჭეშმარიტ საღვთო წერილებზე და უბრალოდ მათი მოლოდინი იყო, ამ ყველაფერმა გამოიწვია ზრფასებო მათში ის, რომ ბევრი ებრაელი მორწმუნე ისევ იუდაიზმს დაუბრუნდა და ბევრი ისევ აი ამ საშიშროების წინაშე იდგა, რომ არ დაბრუნებულიყო. ამიტომ შემოზრფასებო მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქრისტიანული რწმენა უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რას ეყრდნობა? არ ეყრდნობა არც ოცნებებს, არც მომავლის მოლოდინს ეყრდნობა, მაგრამ ჩვენი ქრისტიანული რწმენა ეყრდნობა ღმერთის აღთქმას და მის დაპირებებს. ეს არ არის დაყრდნობილი ჩვენი ქრისტიანული რწმენა, ჩვენ რას ველოდებით. პირველი ეკლესიაც ელოდებოდა, მათ თავისი მოლოდინები ჰქონდათ, მათ თავისი შეხედულება ჰქონდათ, მაგრამ ისე რომ არ განვითარდა, როგორც თვითონ ფიქრობდნენ, ამან გამოიწვია ზოგიერთების რწმენის რყევა და ისინი ისევ დაუბრუნდნენ იმ ძველ ცხოვრებას. და წერია მე-6 თავიდან მინდა დღევანდელ დღეს ძირითადად ვილაპარაკო და მე-6 თავში მე-4 მუხლიდან ასეთი სიტყვები წერია, ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ, იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები.
და მერე დაეცნენ. ამის შემდეგ კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი ისევ ჯვარს აცვავენ, ზეხვთვისას და ლანძღავენ. იმიტომ რომ მეოთხე მუხლიდან ჩანს, რომ შეუძლებელი არისო, რომ ის ადამიანები, რომლებიც უკვე ერთხელ განათლებულები იყვნენ, რომელმაც მიიღეს ზეციური ნიჭი, სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ, იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები და შემდეგ დაესწნენ, რომ ამის შემდეგ კვლავ განახდნენ მონანიებით, რადგან ისინი ისევ ჯვარს აცვავენ ზეხვთვისას და ლანძღავენ. აი ეს მუხლები ჩვენ გველაპარაკება იმ ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ დაცემულები კი არ იყვნენ, არამედ განდგომილები იყვნენ. დაუკვირდით ჩემო ძრფასო, მე მსმენი ასეთი აზრი, რომ ის ვინც განდგომილი არის დღეს და ვინც დაეცა, ეს ადამიანები თავიდანვეო არ იყვნენ არც მაღლიდან შობილები, თავიდანვე არ იყვნენ ისინი ქრისტესთან მოზიარეები და იმიტომ დაეცნენ და ძირითადად ამაზროვნებას ატარებენ ის ადამიანები, რომლებიც აღიარებენ, რომ ერთხელ ვინც მიიღო იესო ქრისტე, ის აღარ დაკარგავს გადარჩენას. მაგრამ აქ ვკითხულობ ჩვენ ძრფასებო, რომ წერილი სხვა რაღაცას ლაპარაკობს. თუ ერთი ამბობს, რომ ამ ადამიანებს, ვინც განდგომილები და დაცემულები არიან დღეს, არასდროს არ უგემიათ და ისინი არც არასდროს ყოფილან მაღლიდან შობილები, ამ წერილში სხვანაირად წერია. აქ წერია, რომ მათ იგემეს ღმერთის სიტყვის სიტყვოება, სიკეთე იგემეს, ზეციური ძალების ზიარდიც გახდნენ. ანუ ისინი მორწმუნეები იყვნენ, მათ ეს ყველაფერი განიცადეს, იმიტომ რომ წერია, რომ ერთხელ უკვე განათლებულები, მათ მიიღეს ზეციური ნიჭი, სულიწმინდის მოზიარენი გახდნენ, იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები. და რა მოხდა შემდეგ? აი ეს ადამიანები დაეცნენ შემდეგში და წერია, რომ რატომ არის შეუძლებელი და რატო იყო მათი კვლავ აღდგენა შეუძლებელი? იმიტომ რომ ისინი კვლავ ჯვარს აცვავენო იესო ქრისტეს. მათი ცხოვრება ძვირფასებო იმ დროს მიუთითებდა იმაზე, რომ ისინი ისევ ჯვარს აცვავენ ზეხვთვისას და ლანძღავენ. ეს ადამიანები შეგნებულად განუდგნენ და მათი იმ დროინდელი ცხოვრებით, რასაც ებრაელთა წერილის ავტორი ამბობს, ისინი ლანძღავდნენ და ისინი განდგომილები იყვნენ, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ იესო ქრისტეს. და მეშვიდე მუხლი ამბობს, ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება. იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას. თუ შენ მიწას არ დაამუშავებ და მასი არ დაითესება, ის წვიმა კი მოვა, რომელიც იმისთვის არის, რომ გაანოყიეროს, მოსავალი მიიღო. მაგრამ ვისთვის არის ის წვიმა სასარგებლო? ვინც დათესა და ვინც ელოდება მოსავალს. მეცხრე მუხლი ამბობს, მაგრამ გუჯერა საყვარელნო. შემდეგ თავის ტონს არბილებს ებრაელთა წერილის ავტორი და ის ვინც არიან დარჩენილნი უფალში, მათ ეუბნება, გუჯერა რომ უკეთესნი ხართ და ფლობთ გადარჩენას, თუმცა ამგვარად ვლაპარაკობთ. ვინაიდან ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომ გასწიეთ მისი სახელისთვის. ემსახურებოდით რა წმინდებს და კვლავაც ემსახურებით. თუმცა წადია, რომ ყოველი თქვენგანი ბოლომდე ისეთივე ერთგულებას იჩენდეს იმედის აღსრულებამდე, რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგზელობით იმკვიდრებს აღთქმებს. ნახეთ ჩემო ძრფასებო, ხოლო აი ამ დარჩენილ მორწმუნეებს ელაპარაკება უფალი და ეუბნება, ღმერთი უსამართლო არ არის, ღმერთს ახსოვსო. მათაც ხომ იგივე ტანჯვები გაიარეს. ღმერთს ახსოვს, როგორც ამბობს აქ ებრაელთა წერილის ავტორი, თქვენი საქმეები, თქვენი სიყვარული, შრომა, რაც გაწიეთ წმინდანებისთვის, ღმერთს ახსოვს ეს ყველაფერი. ღმერთს ახსოვს ყოველი თქვენთაგანის გაკეთებული საქმე. არც ერთი თქვენი საქმე ფუჭად არ არის გაკეთებული, ჩემო ძრფასებო, რაც უფლისთვის გააკეთეთ, რაც ღმერთისთვის გიგეთებიათ, რაც ღმერთის საქმისთვის გიგეთებიათ თქვენ ცხოვრებაში, იცოდეთ, რომ ღმერთი უსამართლო არ არის, მას ყველაფერი ახსოვს, მან ყველაფერი იცის. მის თვალთა წინაშე არაფერი არ იმალება, არაფერი არ იფარება. ღმერთის წინაშე ყველაფერი გაცხადებული არის. და შეიძლება ისეთმა ადამიანებმა
მიიღონ დიდების გვირგვინი, რომელიც შეიძლება დღეს ვერ წარმოგიდგენია შენ, რომლებიც ემსახურებიან ღმერთს. ემსახურებიან ღმერთს ყველაფრით, რაც გააჩნიათ. იმ ნიჭით, რომელიც უფალმა მისცა, იმ საშუალებით, რომელიც ღმერთმა მისცა და მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში მოდის განსასწრებელი, მის ცხოვრებაში მოდის სიზნელეები, ადამიანები კვლავ აგრძელებენ ღმერთის მსახურებას. ჰალელუია, ღმერთს დიდება და მადლობა. დიახ, როგორც უკვე სიტყვაში აღინიშნა, ჩვენ დაცემულ კაცობრიობაში ვცხოვრობთ, დაცემულ სხეულებში. ჩვენ ბევრი რამ შეიძლება შევხვდეს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ერთგულება ღმერთისა ეს ამოულებელია. ღმერთი ერთგულია თავისი სიტყვისა. ღმერთი ერთგულია თავისი ყოველი აღთქმისა. ამიტომ ჩვენზე დღეს რაც არის დადებული, როგორც აი ეს სიტყვები ჩვენ გვასწავლის, რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა მიუბაძოთ არა დაცებულებს, მაგრამ უნდა მიუბაძოთ იმ ადამიანებს, რომლებიც რწმენით იმკვიდრებდნენ აღთქმებს. ღმერთს დიდება და მადლობა. დღეს შეიძლება გადავხედოთ ქრისტიანობასაც და ღმერთს მადლობა, რომ უამრავი ჩვენს შეიძლება ხანმოკლე ისტორიაში, მაგრამ ხანმოკლეც აღარ არის საუკუნოვანი ისტორია აქვს საქართველოში ეკლესიას, ჩვენ ეკლესიას გულისხმობ მე. ჩვენ ყავდა ისეთი ხალხი და ყავს, ვისაც შეიძლება შევხედოთ, მიუბაძოთ, რომ მათ ცხოვრება გაიარეს ისე, რომ მათ ცხოვრებაში დევნაც იყო, გაჭირვებაც იყო, ტანჯვაც იყო, უარყოფაც იყო, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე გაიარეს ჩვენმა წინამორბედმა თაობამ და მათ დაიმკვიდრეს ის აღთქმა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა მათ ზეცაში. ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის, რომ მათ გაიარეს ეს თაობები ყავს, რომლებმაც უკვე გაიარეს ჩვენ წინ და ჩვენ უნდა მიუბაძოთ და მით უმეტეს იმ პერიოდში ჩვენ ხედავთ შემდეგში ბიბლია ლაპარაკობს, რომ მე-13 მუხლიდან ეუნება, ვინაიდან როცა ღმერთი აღთქმას დებდა აბრაჰამთან, რა კი არ შეეძლო თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა. ნახეთ ზრფასებო, და თუ კი გადავალებ ჩვენ თვალს აქ სანამ აბრაამზე გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს, გეტყვით როგორც უკვე აღნიშნე, რომ ჩვენი ქრისტიანული რწმენა არ არის დაფუძნებული არც მოლოდინებზე, არც მომავალზე, მაგრამ ღმერთის აღთქმებზე არის დაფუძნებული. და როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ ღმერთის მიერ განხორციელებულ ხსნის საქმეებზე, რომელიც ღმერთმა ამ ქვეყანაზე განახორციელა, ამას საფუძვლად უდევს ღმერთის ხსნის საქმის დაწყებას ქვეყანაზე და მის განვრცობას დღეს და დამთავრებას, ამას საფუძვლად უდევს ზრფასება ის დაპირება და ის აღთქმა, რომელიც ოდესღაც ღმერთმა აბრაამს მისცა. ისეთ როცა ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ აბრაამზე, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ძველი აღთქმის აი ამ მომენტებზე, ეს არ არის ის, რაც ჩვენ არ გვეხება და ჩვენ არ გვეკუთვნის. რა შეიცვალა ძველ აღთქმაში? ხშირად არის ხოლმე მორწმუნეები გაუცნობიერებლად ამბობენ, რომ ღმერთმა ძველი აღთქმა უარყო, ღმერთმა ძველი აღთქმა ანუ გადადო გვერდზე, შემოძრფასებო, ღმერთს არაფერი არ გადაუდია გვერდზე. ჩვენ გვიჯერა, რომ წმინდა წერილი თავიდან ბოლომდე ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის წერილები ეს არის ღვთივსულიერი წიგნი. ეს არის ჩვენი ეკლესიის შეხედულება და გაგება. არ არსებობს შემოძრფასებო, რომ ძველი აღთქმის წიგნები ნაკლებად ღვთივსულიერია და ახალი აღთქმის წიგნები უფრო მეტად ღვთივსულიერია. ბიბლია ამბობს, რომ მთელი წერილია ღვთივსულიერი. ჩვენ უნდა გვესმოდეს ზრფასებო, უბრალოდ თუ იესო ქრისტეს მოსვლით რაიმე შეიცვალა ის ზრფასებო, რომ მსხვერპლშეწირვის სისტემა აღარ არის საჭირო მსხვერპლების მოტანა. იყო წესები და კანონები, რომელიც ღმერთს მიცემული ქონდა ისრაელისთვის, რომ იმ სახელმწიფოს ეფუნქციონერა, ყოფილიყო სამართალი, ყოფილიყო წესრიგი, მთელი დებულებები შეიძლება არის ჩაწერილი წმინდა წერილში. ხოლო იმ მორალური ფასეულობებით, რომელიც ღმერთი ხელმძღვანელობდა და აძლევდა ისრაელს, რაც ღმერთის ბუნებიდან გამოდიოდა, მისი წმინდა ბუნებიდან რაც გამოდიოდა, ის ფასეულობები დღეს ახალი აღთქმის ეკლესიისთვის არ შეცვლილა. ახალი აღთქმის ეკლესია ხელმძღვანელობდა ძველი აღთქმის წერილებით, მაგრამ იმას კი არ აკეთებდა, რომ ან წინა დაცვათა გაეკეთებინათ, ან შაბათები დაეცვათ, დღესასწაულები დაეცვათ. არა, იესო ქრისტემ რაღაც აღასრულა, ის რაც უკვე იყო
და იმის შემდეგ დაიწყო ეკლესიის ეპოქა. უფალმა აღასრულა ბევრი რამ. როცა დაჯდა თავის მოწაფეებთან ზიარების დროს, რა გააკეთა ფაქტიურად იესომ ძვირფასება? ძველი აღთქმა ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ მესია მოვიდოდა. აჰა, მესია მოვიდა უკვე. იესო ქრისტეს სახით და როცა მოწაფეებთან იჯდა, ისიც ამით იესომ რა გააკეთა? იმ პასექის დღესასწაულზე, როცა მოწაფეებთან ერთად პასექი შეჭამა, აიღო პური, აიღო სასმისი და რა თქვა? რომ ეს მისი სხეული იყო მათთვის დამტრაული, რომ ეს სასმისი იყო რა? ახალი აღთქმა, რომელიც მის სისხლში მისამან დღეს კაცობრიობას. აღთქმა იმისი, რომ ყოველი მისი მორწმუნე არ მოკვდება, მაგრამ ექნება საუკუნო სიცოცხლე. აღთქმა იმისა, რომ რაც ღმერთმა აღუთქვა ძველ აღთქმაში, რომ მესია მოვიდოდა ღმერთის კრავი, ის უკვე მოვიდა, დასრულდა ის ძველი ღმერთმა შეასრულა, კი არ უარყო. ღმერთმა აღასრულა თავისი აღთქმა. და როცა ჩვენ ვკითხულობთ, რაც ღმერთმა აბრაჰამს აღუთქვა და წავიკითხავ იმ ადგილს, ამან და აღსრულება პოვა საბოლოო აღსრულება იესო ქრისტეში. ყველა ვიცით აბრაამის ისტორია რა და ვიხსენეთ, რომ აბრაამს არ ყავდა შვილი. ცდილობები შეიძლება ბევრი იყო, რომელზეც გესმით თქვენ ხშირად ქადაგებები და აღარ გავიმეორებ. სარას მცდელობა მიწიერა და ადამიანურად, რომ შვილი ყოლოდათ, მემკვიდრე ყოლოდათ, მაგრამ ღმერთმა აღუთქვა აბრაამს. აღუთქვა აბრაამს ზურფასებო და უთხრა, რომ მას ეყოლებოდა ისააკი. და შემდეგ ხედავთ ზურფასებო, როცა ღმერთმა თავისი აღთქმა აღასრულა, იზრდება ისააკი, ყრმა გახდა და ერთ დღესაც ღმერთმა უთხრა აბრაამს, შენი ძე შემომწირე მსხვერპლად. დაუთქვა ადგილი, რომელ მთაზეც უნდა ასულიყო აბრაამი. მოეტანა მსხვერპლად ისააკი და 3 დღის სავალზე, როცა მიდიოდნენ, აბრაამს სჯეროდა გულში. ის ისჯეროდა, რომ ღმერთმა აღუთქვა. და წერილი ამბობს, რომ აბრაამს სჯეროდა, რომ ალბათო ის აქვს თუ დრეთით აღდგენს უფალი. მას სჯეროდა და როდესაც ყველაფერი მოკლედ ვამბობ ამას, იმიტომ რომ ამ თემაზე არ ვქადაგებ ახლა მე, როცა აიყვანა მთაზე, როცა ყველაფერი მზად იყო, შეეშაც, ცეცხლის ასანთებად, როცა ყრმა ისააკს ჰქონდა ხელფეხი შეკრული და უკვე მსხვერპლად მოტანისთვის იყო გამზადებული, დააწია აბრაამმა დანა რომ მოეტანა მსხვერპლად, ისააკი ამ დროს ღმერთმა შეაჩერა. და ღმერთი ეუბნება, მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამსიდან. ეს არის დაბადების 22 თავის 15-18 მუხლები. უთხრა, გეფიცები ამბობს უფალი. რა კი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგე შენი ერთადერთი ძე ჩემთვის. ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირებზე და დაიმკვიდრებ შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭას. ნახეთ ზრუფასება, რაში მდგომარეობდა აბრაამის გამოსდა. აბრაამი და ის ერები, რომლებიც აბრაამის გარშემო ცხოვრობდნენ, ისინი თავიანთ ღმერთებს, თავიანთ შვილებსაც წირავდნენ. გამოსდა აბრაამისა, უბრალოდ რაღაცებში მდგომარეობა. აბრაამ გიყვარვარ ისე როგორც ამ ხალხს თავისი კერპები უყვარს. აბრაამ აჩვენა ღმერთს, რომ უყვარდა და ეს იქცა იმ აღთქმის საფუძვლად, რომელიც ღმერთმა დაუდო და ღმერთმა უთხრა, გეფიცები ამბობს უფალი. საკუთარი თავი დაიფიცა უფალმა. რადგან არ დაზოგეო შენი ერთადერთი ძე, გაკურთხებ, გაგამრავლებ, შენ შთამომავლობას გავამრავლებ. აკურთხა ღმერთმა. მაგრამ უყურეთ ზრუფასებო, ამით კი არ თავდება აბრაამის კურთხება. მე-18 მუხლში წერია, დაიკურთხება შენს თესლში, დედამიწის ყოველი ერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა. ამინ. როგორ უნდა კურთხეულიყო აბრაამის შთამომავლობაში დედამიწის ყოველი ერი, წარმართები და ყოველი ჩვენთაგანი. ეს წინასწარმეტყველება და ეს აღთქმა ღმერთმა აღასრულა იესო ქრისტეში. იესო ქრისტეში იკურთხა დედამიწის ყოველი ერი. იესო ქრისტე იმიტომ დაიბადა სხეულში, რა თქმა უნდა, ის ღმერთი იყო და მოვიდა სხეულში. აბრაამის შთამომავლობიდან დაიბადა და აღსრულდა ღმერთის აღთქმა. აბრაამ შენ შთამომავლობაში მარტო ისააკს კი არ დაუტოვებდა, მარტო ფიზიკური შთამომავლობა კი არ ეყოლებოდა აბრაამს, მაგრამ ღმერთმა უთხრა, შენი შთამომავლობით მე ვაკურთხებ დედამიწის ყველა ერს. და ეს აღთქმა
სრულიად აღსრულდა იესო ქრისტეში. ამინ. ეს არის ზურფასებო, ჩვენი სახარებისეული გაგება ამ ადგილისა. აღსრულდა ღმერთის აღთქმა. ჩვენი ქრისტიანობა არ არის დაფუძნებული რაღაც მოლოდინებზე, ადამიანურ რაღაც აზროვნებებზე. ჩვენი ქრისტიანული რწმენა აი ამ აღთქმაზე დაფუძნებულია და ღმერთმა უთხრა, დედამიწის ყოველ ერს ვაკურთხებ მე. და ბიბლიის სხვა ადგილების შემდეგ ლაპარაკობს, რომ მესია, რომელიც მოვიდოდა. ესაია წინასწარმეტყველებდა ამის შესახებ. ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, თავრობა იქნება მის მხრებზე, საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ეწოდება მას. ნახეთ ზურფასებო, მთელი აღთქმები იყო ძველ აღთქმაში, თუ ვინ იქნებოდა ის, რომელიც აკურთხებდა დედამიწის ყველა ერს. და ეს აბრამის შთამომავლობიდან და მისი კურთხევიდან და იმ აღთქმიდან მოვიდა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა ზურფასებო, აბრაამს და კაცობრიობას ღმერთს დიდება და მადლობა. ამ აღთქმას, ჩემო ზურფასებო, პირდაპირ კავშირი აქვს ეკლესიასთან და ეს აღსრულდა იესო ქრისტეში. ღმერთს დიდება და მადლობა. ებრაელთა წერილში შემდეგ რაც წავიკითხეთ უკვე ჩვენ, ხაზგასმულია, რომ ამან აბრაამი გაამხნევა. იმიტომ რომ წერია ზურფასებო, ღმერთი უსამართლო არ არის, რა თქმა უნდა. და ჩვენ წავიკითხეთ უკვე წმინდა წერილში, რომ ვინაიდან როცა ღმერთი აღთქმას დებდა აბრაამთან, თავისზე დიდი ვინ უნდა დაეფიცა? საერთოდ ადამიანები რო იფიცებენ, ვისზე იფიცებ? ვინ შემთთვის ზურფასია, ვინ შემთხვევზე დიდია ალბათ. მაგრამ ბიბლია ლაპარაკობს ზურფასებო, რომ ღმერთმა საკუთარი თავი დაიფიცა. მაგრამ მანამდე მინდა სანამ ამაზე გადავალ, გაგახსენოთ როგორც თქვა უფალმა. ებრაელების წერილის ავტორი რას ეუბნებოდა ებრაელებს? გვწადია, რომ ყოველი თქვენთაგანი ბოლომდე ასეთივე ერთგულებას იჩენდეს იმედის აღსრულებამდე. რათა არ გაზარმასდეთ, არამედ მიბაძოთ ვათ, ვინც რწმენითა და სულგზელობით იმკვიდრებს აღთქმებს. არ გაზარმასდეთ. დღეს უფალი გვეუბნება ჩვენ, რომ ყოველი ჩვენთაგანი ამ ერთგულებას უნდა ვიჩენდეთ ბოლომდე. რამდენი ხანი უნდა ვემსახუროთ ღმერთს ამ ქვეყანაზე? რამდენი ხანი უნდა ვიკითხოთ ბიბლია? ხო არის ხოლმე ასეთი კითხვა. ისევ ბიბლიას კითხულობთო? ისევ იქ დადიხართო? დიახ, ისევ იქ დავდივართ. დიახ, ისევ ბიბლიას ვკითხულობთ. დიახ, ისევ სახარებას ვქადაგებთ. დიახ, ისევ იმ ფასეულობებით ვცხოვრობთ. რატომ? იმიტომ რომ ბოლომდე უნდა უერთგულოთ ჩვენ ღმერთს. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ ბოლომდე უნდა უერთგულოთ ღმერთს. ის დიდებული ღმერთი არის. ცოცხალი ღმერთია და მარადიული ღმერთი არის. ადრეს დავამოწმე და მინდა კიდევ გაგიმეოროთ, რომ პანდემიის პერიოდში იყო, როცა ღამე ვიხილე ასეთი ხილვა, სიზმარი, ხილვა, რა ვიცი რა იყო. ოთახში შემოვიდა იესო და მე ეკითხება, გამიღიმა და მეკითხება, იცი რა არის მიძღვნა? მიძღვნა როგორ არის, ვიცი, თუ ამაზე ვლაპარაკოთ, მაგრამ რა არის უფალო, ეკითხები და ვგზნობ, რომ რაღაც ახალი კი არა, რაღაცა მნიშვნელოვანი არის და უფალმა თქვა, მიძღვნა არის ის, როდესაც ცხოვრებაში რაც არ უნდა გხვდებოდეს შენ, რა სიზნელეც არ უნდა შეგვდეს, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, როცა მაინც იგივე საკეთებ, რასაც აკეთებდი. ეს ნიშნავს ზურფასებო რას, რომ ისევ ისეთი ერთგულები უნდა ვრჩებოდეთ ბოლომდე. ისევ ისეთი ერთგულები უნდა ვრჩებოდეთ ცხოვრების ბოლომდე და მნიშვნელობა არ აქვს რა შეგვდება ცხოვრებაში. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა სიზნელე გვექნება, კურთხევა გვექნება, წარმატება გვექნება, მილიონები გვექნება თუ შივრები ვიქნებით. მნიშვნელობა არ აქვს არაფერს. ვერავით არ მძალამ ჩვენ ღმერთის სიყვარულს ვერ უნდა განგვაშოროს. ჩვენ ბოლომდე უნდა უერთგულოთ ღმერთს. ჩვენ ბოლომდე ერთგულად უნდა ვიყოთ იმედის აღსრულებამდე, როგორც ლაპარაკობს წმინდა წერილი. არ გაზარმასდეთ, ამბობს უფალი. ამ ცხოვრებაში ხშირად ისეთი რაღაცები ხდება, შეიძლება იმედი დაკარგო, დაუძლურდე, გაზარმასდე კიდეც რაღაც მომენტში, როგორც ებრაელ მორწმუნეებს დაემართათ. გავიდა დრო,
ის მოლოდინი რომ მესია მოვიდოდა არ გამართლდა მათი მოლოდინი თორე უფალს თავისი გეგმა აქვს როცა მათ დევნა დაუწყეს როცა მოიძულეს როცა ეუნებოდნენ ჩვენი მამაპაპების რწმენას გადაუხვიეთ ზუსტად ეს სული იყო როგორ გონიათ ზრფასებო იესო ებრაელთა მიერ იმ რელიგიურ წრეებში შერაცხული იყო როგორც სექტანტად შერაცხული იყო იესო ზრფასებო როგორც წვალებელი როგორც სრულ ქრისტე და მისი მიმდევრები გარიყულები იყვნენ იმ ებრაული ტრადიციების მატარებელი ადამიანებისგან ისინი მათ უარყოფდნენ ისინი დევნიდნენ მათ და ის ერთი საინტერესო რამ არის როდესაც რომის კეისრები დევნიდნენ ქრისტიანებს ისიც რა იყო ფაქტიურად რომის კეისარს თაყვანსებდნენ ერთადერთი გამონაკლისი ებრაელი ხალხი იყვნენ ებრაელ ხალხს არ აიძულებდნენ რომ თაყვანი ეცათ კეისრისთვის იმიტომ რომ მათ იცოდნენ რომ ისინი ერთ ღმერთს ემსახურებიან მაგრამ რატომ დევნიდნენ მაშინ ებრაელ ქრისტიანებს იმიტომ რომ ებრაელები თვითონ უარყოფდნენ ნაბობდნენ ესენი ჩვენიანები არ არიანო ესენი ვიღაც იესოს ასცემენო თაყვანსო და რადგან ვიღაც იესოს სცემენ თაყვანს როცა კეისრებს თაყვანს აღარ ასცემდნენ ამისთვის დევნიდნენ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო შემდეგ იმ ბიზნეს წრეებში მათ ხო ჰქონდათ კავშირები ისინი ვაჭრობდნენ და შეიძლება ვთქვათ კოლექტიურად რა გილდიები ჰქონდათ ასე შექმნილი ფულს აკეთებდნენ და მორწმუნე ქრისტიანები აქედანაც კი მოკვეთილები იყვნენ ასე რომ მორწმუნე ქრისტიანებს ებრაელებს დიდი პრობლემები ჰქონდათ ქრისტეს არ მოვიდა ელოდებიან და ბევრმა მათგანმა სულგზელობა ვერ გამოიჩინა ისევ მიტრიალდნენ იუდაიზმისკენ შემოძვრფასებო რაც არ უნდა იყოს ბოლომდე სულგზელობა უნდა გამოვიჩინოთ ჩვენ იმიტომ რომ მე-12 მუხლი ვარაკობს არ გაზარმასდეთ არამედ მიბაძოთ მათ ვინც რწმენითა და სულგზელობით იმკვიდრებს აღთქმებს რწმენა და სულგზელობა თუ იმეს დევნიან თუ იმეს დასინიან თუ იმე უარყოფილი არის არიან ასეთი ადამიანებიც ვიცი შენ რწმენის გაგონება თუ არ უნდა ვიღაცა თუ შენ მამაპაპების რწმენის მოღალატე დაგთვლის არა პირიქით შენ ერთგული ხარ მისი შენ ერთგული ხარ იმ მოციქულთა სწავლების რომელიც წმინდა წერილში წერია ჩვენ ორგანიზაციის ერთგულები კი არა ვართ ჩვენ ქრისტეს ერთგულები ვართ პირველ რიგში ჩვენ პირველ რიგში მისი სიტყვის ერთგულები ვართ ზრფასებო ამ ეკლესიაში მე იმიტომ არ ვარ კი ადრეც მითქვია რომ მე ეკლესიის ეპისკოპოსი ვარ თავიდანვე არ ყოფილ ვარ მე როდესაც მოვედი ეკლესიაში ერთ-ერთი რიგითი ადამიანი ვიყავი ვინც ვირწმუნე იესო ქრისტე მოვინანიე მაღლიდან შობა მივიღე გადარჩენა მივიღე ეკლესიის სწავლება მოვისმინე მომეწონა მივხვდი სახარებას ვეზიარე მე დღეს იმიტომ ვარ აქ რომ მე მჯერა ამ ჭეშმარიტების მჯერა ღმერთის სიტყვის მჯერა რომ ეს ეკლესია არის იმ მოციქულთა სწავლების საფუძველზე სწავლებას გულისხმობ რომელიც უფალმა მოიტანა ქვეყანაზე ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა ეს არის ჩემი იმედი და ჩემი ნუგეში და ცხოვრების ბოლომდე მე ჩემ თავს ვთვლი ვალდებულად უნდა უერთგულო ამას ჰალელუია ღმერთს დიდება მადლობა ქება და თაყვანისცემა იმისთვის რომ მან მოიტანა ეს ჭეშმარიტება ქვეყანაზე სულგზელობა აღნიშნავს ზრფასებო თვითონ სიტყვა ეს არის მოთმინება თავშეკავება ამტანობა შეიძლება ვთქვათ ასეც სულის სიმხნევე გამოვიჩინოთ ეს ყველაფერი ბიბლია ლაპარაკობს ასევე ამ მუხში ზრფასებო რწმენაზე რწმენა ჩვენი შეხყურებს ვის ვის დაპირებას იძლევა ჩვენი რწმენა უფალს უყურებს იესოს შევყურებ ჩვენ და იმედი რომელმაც აგვითქვა აღთქმას და ამ იმედს ჩვენ ვეჭიდებით ჩვენ ცხოვრებაში ჰალელუია შემდეგ წერია ზრფასებო ვინაიდან როცა ღმერთი დაუკვირდეთ ახლა რა საინტერესო სიტყვებია აღთქმას დებდა ა ブラ ამთან რა კი არ შეეძლო თავისზე დიდი დაეფიცა საკუთარი თავი დაიფიცა
უთხრა ჭეშმარიტად კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გაგამრავლებ შენ. და ასე სულძელობით დაიმკვიდრა აღთქმა. აბრაჰამმა დაიჯერა ღმერთის ძვირფასება. აბრამი ერწმუნა ღმერთს და მოთმინებით ელოდებოდა და მიიღო დაპირებული. ჰალელუია. მოდი ცოტაოდენი აი ამ მუხლებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მე-16 მუხლში წერია, ადამიანები ყველაზე დიდ სიფიცებენ და ფიცი ადასტურებთ მათი ყოველგვარი დავის დასასრულს. როდესაც ადამიანები საქმეს წყვეტავენ, შეიძლება დღეს ეს იმდენად მიღებული პრაქტიკა არ არის, მაგრამ დღესაც არის ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციაში, სასამართლოში, როცა მოდავე ადამიანები იყვნენ ხოლმე და ისინი იფიცებდნენ, ეს წყვიტავდა იმ დავას, იმდენად ეს იყო ფასობდა ეს ფიცი. როცა ფიცი იდებოდა, ფაქტიურად ეს სადაოსაკი წყდებოდა. როდესაც თავის დაპირების განსამტკიცებლად ადამიანი წარმოთქოს ფიცს, როგორც უკვე გითხარით, ჩვეულებრივად ამით მთავრდება. ღმერთს სურდა, რომ მისი მორწმუნე ადამიანები მტკიცედ ყოფილიყვნენ დარწმუნებული, რომ ღმერთის ყოველი დაპირება აუცილებლად შესრულდება. ამისათვის ღმერთისთვის განა საკმარისი არ იყო, რომ მხოლოდ სიტყვა ეთქვა. აი ფიცი რო აღარ ყოფილიყო, ჩვენთვის ამ სიტყვას არ ექნებოდა ფასი. ვისაც ღმერთის სიტყვის გვჯერა, ღმერთის ერთ სიტყვასაც ჩვენ თვალში ფასი ექნებოდა და ნდობა. ეხლა ვისაც არ ასჯერა ღმერთის სიტყვის, იმას 1000 სიტყვაც რო უთხრა, მაინც არ დაიჯერებს. მაგრამ მე ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, ვისაც სამს ამისი, ვისაც ჯერა ამისი. ამიტომ მინდა გითხრათ ძვირფასებო, რომ საკმარისი იქნებოდა ერთი სიტყვაც, მაგრამ მას უნდოდა, რომ თავისი სიტყვის სარწმუნოება უფრო ნათლად ეჩვენებინა თავისი მორწმუნე ადამიანებისთვის და თავის აღთქმას ფიციც დაუმატა. ამიტომ როცა ღმერთმა მოინდომა აღთქმის მემკვიდრეებისთვის დაუკვირდით მე-17 მუხლი, თავისი ნების ურყეობა ეჩვენებინა ფიცს მიმართა. კიდევ ერთხელ მინდა აი ამ მუხლის აზრს ჩავწვდეთ, რომ ღმერთმა ვინ არიან აღთქმის მემკვიდრეები? როგორ ფიქრობთ? ჩვენა ვართ აღთქმის მემკვიდრეები. მისი მორწმუნე ადამიანები, ვისი მეშვეობითაც ჩვენ გავხდით აბრაჰამის შვილები, რწმენით. ჩვენა ვართ ამ აღთქმის თანამემკვიდრეები. აღთქმის მემკვიდრეები და ღმერთს უნდოდა, რომ აი ამ აღთქმის მემკვიდრეებისთვის თავისი ურყევინება ეჩვენებინა. და მარტო სიტყვა კი არა თქვა. თავის სიტყვას ფიციც მოაყოლა. ეხლა რაღაცა დაპირებას რო ვაძლევდე მაგალითად ბესოს და ვეუბნები ბესო, აი ამას გპირდები. მიჯერებს, მიყურებს, მაგრამ უფრო სარწმუნო რო გახდეს მისთვის კიდევ ფიციც მივაყოლე. გეუბნები ამას გპირდები, მაგრამ ფიცავ. და საკუთარი თავისზე დიდი აღარავინ იყო. და რატომ გააკეთა ეს უფალმა? რომ მის მორწმუნეებს ჩვენ აი ეს საკითხი გვესმოდეს ღრმად და ნდობა მისი აღთქმისადმი უფრო მეტი გქონდეს. კაცივით ღმერთი მარტო იმაზე არ გაჩერდა, რომ მარტო სიტყვიერი დაპირება მიეცა, ფიციც მოაყოლა, რომ ადამიანებს ზურფასებოა უფრო ღრმარწმენა ნდობა გქონოდათ მისი აღთქმებისადმი. ჰალელუია. აღთქმა, რომელზეც აგველაპარაკება ჩვენ, ეს არის ზურფასებო სამუდამო ხსნის დაპირება. ყველასთვის, ვისაც წამს იესო ქრისტე. ღმერთის დაპირებამ აბრამისადმი, რომ გამრავლებით გაგამრავლებ შენ. შენი შთაომავლობიდან იკურთხება დედამიწის ყოველი ერი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საბოლოო აღსრულება ამ აღთქმამ პოვა იესო ქრისტეში. ამიტომ
დაპირება მოიცავს ყველა იმ კურთხევას, რომელიც ქრისტესთან კავშირიდან გამომდინარეობს. ჩვენ ხომ სამუდამო სიცოცხლის იქით გვაქვს კიდევ დაპირებები, განკურნება და კიდევ შეიძლება ბევრი რამ ჩვენ ცხოვრებაში, აი იმ გაჭირვების პერიოდში, დევნის პერიოდში, სიზნელეების პერიოდში, ჩვენ შეიძლება ვიპოვოთ წმინდა წერილში აღთქმები. ღმერთი დაპირებებს იძლევა, ღმერთი აღთქმებს იძლევა. ჩვენ უნდა გქონდეს ყველაფრის იმედი, მაგრამ რაც უდიდესი აღთქმა არის, ეს არის საუკუნო სიცოცხლე იესო ქრისტეში. იესომ თქვა, ჩემზე მორწმუნე, რომც მოკვდა სიცოცხლებს. ალბათ ხვდებით რაზეა ლაპარაკი. თუ მოკვდები როგორ გაიცოცხლებ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ლაპარაკობს საუკუნო სიცოცხლეზე. ლაპარაკობს რომ იმის შესახებ, რომ ღმერთი ცოცხლების ღმერთი არის. ამიტომ გუჯერა ამ სიტყვის შემოზრფასებაა ჩვენი მომავალი უსაფრთხოება. მოდი მივანდოთ ბოლომდე ღმერთს. ბოლომდე მივანდოთ ღმერთის დიდებულ სულს, რომელიც მოქმედია ჩვენ ცხოვრებაში. ნუ გაუჯიუტდები ცხოვრებაში ღმერთის სულს, ნუ გაუჯიუტდები შენ ღმერთის სიტყვას. ადამიანები ვართ, შეიძლება რაღაცა მწყობრში ვერ გქონდეს, შეიძლება რაღაცა სისუსტეები გქონდეს, მაგრამ ნუ გაყვები ამას. ნუ გაუჯიუტდები ღმერთის სიტყვას და ღმერთის სულს. თუ რაღაცაში ხედავ რომ ღმერთის სიტყვასთან წინააღმდეგობაში მოდიხარ, თუ რაღაცაში ხედავ რომ შენი ხასიათი და ბუნება არ შეესაბამება ღმერთის სიტყვას და იმ ქრისტიანულ სულისკვეთებას, რა უნდა გააკეთო? უბრალო რჩევა იქნება, ნუ გაუჯიუტდები და შენი საკუთარი თავი დაუქვემდებარე ღმერთის სულის მმართველობას. უთხარი უფალო, მე როგორც მინდა ისე არა, შენ როგორც გინდა ისე უფალო. შენ როგორც გსურს ღმერთო, ისე გამომძერწე. შენ როგორც მხედავ უფალო, როგორც გინდა დამინახო, ისეთნაირი შემქმენი. განა ჩვენში არაფერი არ არის, რაც უფალს არ მოწონს, რამდენიც გინდა. ხანდახან როდესაც ჩემ თავს ჩაუღრმავდები ცოტა ღრმად და დავინახავ ხოლმე რაღაცებს, ვეუბნები უფალო, შენ დამეხმარე, მე თუ ამდენი დავინახე, შენ რამდენს ხედავ დღეს ჩემში, მაპატიე ღმერთო, გამწმინდე ღმერთო, ისეთი გამხადე, როგორც შენ გინდა. ჩვენ ადამიანები ვართ. თუ შევერაფერს ვერ ხედავ, არც გედავები, შეიძლება მე ვარ ასეთი და თქვენ ყველა წმინდანები ხართ. მე არ ვლაპარაკობ ძვირფასებაა. მაინც და მაინც ისეთ სოდვებზე, რომელიც დაცემულ ადამიანებს ახასიათებს. მე ვლაპარაკობ ადამიანურ ბუნებაზე, ხასიათზე, სადღაცას მოთმინება არ გაქვს, სადღაცას შეიძლება არ გამოხატე, მაგრამ ჩვენი რწმენა მარტო გარეგნული ხო არ არის, არა? გარეგნულად ისე მოვიქცევი სულთა ფარისეველივით, ვერაფერს ხინც ვერ დაინახავ ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მე როდესაც ვლაპარაკობ სიწმინდეზე, მე ვლაპარაკობ, რომ შიგნითაც ასეთები უნდა ვიყოთ ყველა სფეროში. მთლიანები უნდა ვიყოთ, რომ ღმერთი რო შემოგვხედავს, გარედან შიგნიდან ღმერთმა მთლიანობა უნდა დაინახოს, რომ ისეთები ვართ, როგორებიც ვართ. და თუ რაღაცაში დაინახავ, რომ ისეთი შიგნით არ ხარ, როგორიც უნდა იყო, არსებობს გზა. არ გაუჯიუტდე ღმერთის სიტყვას. მოიდრიკე გული, მოიდრიკე თავი მის წინაშე, ვისაც შეუძლია შენი ხსნა და გადარჩენა, ვისაც შეუძლია შენი გამოსწორება, ვისაც შეუძლია მოგანიჭოს თავისი მადლი. წინამსახურებაზე ვლაპარაკობდი, რომ შეიძლება ეკლესიაში იყვნენ ადამიანები, ვინც ჯერ მაღლიდან შობილები არ არიან. მინდა უბრალოდ მოგცეთ რჩევა, მაღლიდან შობა, ზეციდან შობა, ღმერთიდან განშობა, როგორც გინდა ისე უწოდეთ. საწყისი ამისი საიდანაც იწყება. ეს არის წრფელი ღრმა მონანიება ღმერთის წინაშე. შენ უნდა ცნო შენი მდგომარეობა, შენ უნდა ცნო რომ დაცემული ადამიანი ხარ, შენ უნდა ცნო ის რომ ცოდვაში ცხოვრობ და შენ უნდა გულში გქონდეს სურვილი იმისი რომ ეს შენ ცხოვრებაში აღარ იყოს და მიუტრიალდე მე ღმერთს წრფელი გულით, მთელი გულით ილოცო, სთხოვო პატიება უფალს, აღიარო იესო ქრისტე და სულიწმინდას მისი ადგილი. აქედან იწყება მაღლიდან შობა ადამიანისა და სულიერი აღდგენა მონანიებიდან. ადვილი არის ისეთ კრებულზე მონანიება, სადაც გამოვა
20-30 კაცი შენს გამოყვები იმათ ხელს აწევ ილოცებ წახვალ და ისევ ისეთი დარჩები შეიძლება ბევრმა ადამიანმა უბრალოდ იმიტაცია მოახდინა მონანიებისა მაგრამ ღრმა მონანიება არის შენ თავთან როცა ხარ და უფლის წინაშე სინანული არ გინანიათ რაღაცა ცხოვრებაში გააკეთე და მე შიგნით რაღაცა გხრავს რატო გავაკეთე მე ეს აი ეს შინაგანი განცდა ემოციურიც უნდა იყოს ადამიანში რატომ გაატარე ცხოვრება ასე უფლის წინაშე რატომ შესწოდე შენ შემდეგ იმედიანად დადგე უფლის წინაშე პატიებას თხოვო მთელი გულით და მიიღო გადაწყვეტილება და გააკეთო არჩევანი მე ცოდვაში აღარ ვიცხოვრებ მოტრიალდე უფლისკენ და ამ გადაწყვეტილებას უფალი პატივს სცემს სულიც მინდა ერევა შენ ცხოვრებაში და რისი გაკეთება შენ არ შეგეძლო უფალი იმას მოგაშორებს შენ ცხოვრებაში როცა მორწმუნე გავხდი იყო რაღაცები მეთქი ღმერთო ამას როგორ მოვიშორებ იმიტომ რომ ხედავ ვინჯაჭულობა არის უიმედო მდგომარეობაში ყოფილ ვარ მაგრამ აი რასაც გეუბნებით როცა ეს გამოვცადე და უთხარი ღმერთს ღმერთო მე არ მინდა შენთვის ყველაფერი შესაძლებელია ღმერთმა ისე დაიწყო თავისი სულით მოქმედება რომ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ღმერთო რა დიდებული ყოფილხარ როგორი ტკბილი ყოფილხარ თურმე როგორ შეგიძლია ადამიანის განთავისუფლება თავარია გადაწყვეტი აქ და შენი გული ჩააბარე უფალს ღმერთისთვის მოდი ყველამ თქვათ ყველაფერი შესაძლებელია გაიმეორე ჩემთან ერთად ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია ასე რომ არ იყოს ჩვენ რომ ბედის ანაბარა ვიყოთ მიტოვებულები როგორც დედა რო შვილს შობს და მე მიაგდებს და არ უვლის ის ვერ გაიზრდება მოკვდება ღმერთმა ჩვენ გშვა და ღმერთმა ჩვენ არ მიგვაგდო ღმერთი გზრდის ჩვენ და ღმერთი გვაწვდის იმას რაც გვჭირდება ჩვენი სულიერი ზრდისთვის რომ არ მოგვდოთ სულიერად და მართლა ისეთები ვიყოთ ვიცოცხლოთ გავიზარდოთ ზრდასრული ადამიანები დავდგეთ და ვემსახუროთ ღმერთს აი ეს უნდა ჩვენ უფალს შემოზრფასებო ამიტომ გთხოვთ იესო ქრისტეს სახელით ნუ აყვებით ამ ქვეყნიერების სულს ნუ გაითქვიფებით ამ ქვეყნიურ სულში იესოს შეხედეთ თქვენ პირველი იესო არის დადგება დრო როცა ყველა სამეფო როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს დღეს ყველა დაეცემა ყველა განიცდის კრახს მაგრამ ჩვენი უფალი იესო მოვა და მისი მეფობა საუკუნო იქნება ბიბლია ამბობს იქნება დრო რომ ქვეყნიერების მეფენი მის წინაშე მოიტანენ თავის დიდებას იმიტომ რომ იესო არის სამართლიანი მეფე იესო არის სამართლიანი მსაჯული და ჩვენ დღეს შემოზრფასებო უკვე ის პრივილეგია გვაქვს მის სამეფოში ვართ ამიტომ მოდი ვიცხოვროთ ჩვენი სამეფოს პრინციპებით ჩვენი სამეფოს ფასეულობებით და თაყვანივცეთ ჩვენს მეფეთა მეფეს უფალთა უფალს იესო ქრისტეს და კონდეს მისი იმედი ამინ ჰალელუია 18 მუხლი ამბობს რათა ორ ურყევ რამეში რაში შეუძლებელია მოგვატყუოს ღმერთმა მტკიცე ნუგეშისება კონდეს ჩვენ როგორც უკვე თქვი ზრფასებო ორი ურყევი რამე ურყევი ნიშნავს რას შეუცვლელი რომელიც არ დაეცემა რომელიც იდგება ის ურყევია ვერაფერი ვერ შეარყევს ორი ურყევი რამ რასაც გოლაპარაკება სახარება რაშიც შეუძლებელია მოგვატყუოს ღმერთმა მტკიცე ნუგეშისება კონდეს ჩვენ ეს ორი ურყევი რამ როგორც უკვე ვთქვით ერთი მისი სიტყვა რომელიც არ შეირყევა რაც უფალმა თქვა ის ძალაშია და მეორე მისი ფიცი და მისი დაპირება ღმერთს დიდება და მადლობა ჰალელუია შეიძლება შეუძლებელია ჩვენ ამაზე უფრო მეტი სანდო რაღაცა წარმოვიდგინოთ ჩვენ ცხოვრებაში თუ ამისას არ დაიჯერებ სალაბარგო არაფერია მაგრამ თხოვ სულიწმინდას
რომ მან შემოიტანოს ჩვენს გულებში მისი სიტყვისადმი რწმენა. თუ რაღაცის არა გჯერა, ხელს ნუ ჩაიქნევ. ხანდახან ადამიანებს ხო შვევიათ, რაღაც ვერ დაიჯერა და ხელი ჩაიქნია. ზოგმა შეიძლება იცით რა თქვას, ალბათ მე დასაღუპავ და ვარ განწირული, ეშმოკვანს მოუტანოს ეს ფიქრები. არა, ჩემო ძვირფასო ადამიანო, თუ რაღაცის არ გჯერა, სწხოვე ღმერთს, სულიწმიდას სწხოვე და უთხარი სულოცმინდა. შენ იმიტომ ახარ წარმოგზავნილი, რომ შემოიტანო ჩემში. რწმენა, ნდობა შენი სიტყვისადმი. სწხოვე, ნუ დანებდები, იბრძოლე. ღმერთი უყურებს ამ მდგომარეობას. ღმერთს ახსოვს, რომ ჩვენ მიწიერი ადამიანები ვართ. მოდი მიწაზე ნუ ვიფორთხიალებთ. ამ დროსაც თუ რაღაცის არ გჯერა, ისევ ღმერთს მიმართე. ჰალელუია. დიდება ღმერთს ამისთვის. 18 მუხლი ამბობს. როგორც უკვე წავიკითხეთ პირველ ნაწილში, რომ მტკიცენ უგეშისცემა გქონდეს ამ ურყევრამეში. ვინ შევეფარეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენ წინ მდებარე იმედს, რომელიც ჩვენთვის სანდო და მტკიცე ღუზასავითაა და შედის ფარდის მიღმა, სადაც შევიდა იესო ჩვენს წინამორბედად და გახდა საუკუნო მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. ცოტა რთული ტექსტებია, ზრფასებო და ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მარტივად გითხრათ. აი ამ სამ მუხლში მინდა 4 რაღაც გამოვკვეთო, რაც ჩანს. შევეფარეთ, მტკიცე ღუზასავით არის და შედის ფარდის მიღმა, იმედზე არის ლაპარაკი, სადაც იესო შევიდა წინამორბედად და გახდა საუკუნო მღვდელმთავარი. ანუ თავშესაფარი, ღუზა, წინამორბედი და მღვდელმთავარი. აი ამ სიტყვებზე მინდა გავამახვილო ჩვენი ყურადღება, რომ ტექსტი უბრალოდ წაკითხულად არ დარჩეს. შეიძლება წაიკითხო, მაგრამ რა შუაშია ღუზა, რა შუაშია მღვდელი, რა შუაშია თავშესაფარი. შეიძლება ზრფასებო ან წინამორბედი, შეიძლება წაკითხულად დარჩეს, მაგრამ ამ ყოველ სიტყვაში არის ჭეშმარიტების მარცვალი, რომელიც ჩვენ უნდა მტკიცედ გვჯეროდეს და გვწამდეს. თავშესაფარი. აქ მორწმუნეები წარმოდგენილი არიან, აი თავშესაფარს ვინ ეძებს და ვინ ითხოვს. არის ხოლმე არა უპატრონო ადამიანები, რომ თავშესაფარში მივალო. ანუ ადგილი არის, სადაც როცა არ გაქვს არაფერი, თავში აფარებ. ადგილი იმედისა, სადაც შეიძლება შენ მიხვიდე, დასაძინებელი ადგილი გქონდეს, ერთ-ერთ საჭმელს მოგასვნიან, შეარი არ დარჩები. არაფერი არ გაგაჩნია, მაგრამ გაქვს იმ თავშესაფრის იმედი შენ, რომ იმ თავშესაფარში რაღაცას მოგაწვდიან შენ. შემოძრფასებო. ძველი აღთქმის დროსაც იყო, იცით როგორი თავშესაფარ ქალაქებს ეძახდნენ. თუ ადამიანი, აი შემთხვევით შემოაკვდებოდა ვიღაც, გარბოდა თავშესაფარ ქალაქში. თუ იქამდე მიასწრებდა და შევიდოდა იმ ქალაქში, არავის უფლება აღარ ჰქონდა შეხებოდა. შემდეგ ქალაქის უხუცესები გამოიკლებდნენ, თუ დამნაშავე იყო, რა თქმა უნდა დაისჯებოდა, მაგრამ თუ დამნაშავე არ იყო, მას თავშესაფარი ჰქონდა. შემოძრფასოს მოვადადება. მე მინდა გითხრათ, რომ ღმერთი ძლიერი კოშკია, მისი სახელი. მართალი ადამიანი გარბის და თავში აფარებს მას. უფალი ჩვენი თავშესაფარი არის. იმიტომ რომ წერია, რომ ვინ შევეფარეთ მას. მორწმუნე ადამიანი დღეს ღმერთის მფარველობის ქვეშ არის. ღმერთში უპოვეთ ჩვენ თავშესაფარი. მართალი ადამიანი, ზრფასებო, ლომივი ძლიერია. ღმერთის სახელი კიდე მტკიცე კოშკია, სადაც გარბის მართალი და თავში აფარებს. გაჭირვების ჟამს ჩვენი თავშესაფარი უფალია. ამიტომ შენი ლოცვისას განადიდე უფალი და თქვი, შენ ახარ უფალო, ჩემი თავშესაფარი. შენ ახარ უფალო ღმერთო, ჩემი იმედი. ჰალელუია. ჩვენ გვაქვს თავშესაფარი უფალთან. ჩვენ არა ვართ მიტოვებული ადამიანები. მეორე ზრფასებო, რაც მსგავსება არის აქ, ღუზა. ღუზა თუ ვინმე მარიცის, ვიტყვით რომ გემს აქვს. ღუზა, რომელსაც უშვებს ღრმა წყალში, რომელიც ეჭიდება დაბლა რაღაცას, მყარ ნიადაგს და ამხელა გემი
შტორმის დროს, ქარის დროს უკავია მას, რომ არ გაიტაცოს ქარმა. ძველ მსოფლიოში ღუზა იმედის სიმბოლოც იყო. და ამიტომ აქ ამბობს ძვირფასებო ასე სიტყვას, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვიმყოფებით, შედარება გავაკეთოთ ძვირფასებო, რადგან ღუზაზე არის ლაპარაკი, როგორც გემების ზღვაში, რომელსაც ემუქრება ჩაძირვის საშიშროება, ქარიშხალი, ჩვენ როგორც გემები ისე ვართ ამ ქვეყანაზე. ხშირად ისეთი შტორმია ჩვენ ცხოვრებაში, რაღაცა უბერავს ქარი, ადამიანს რაღაცა პრობლემა მოსდის ცხოვრებაში და ამ დროს შეიძლება არსებულმა ცხოვრებისეულმა ქარიშხლებმა და ქარებმა შენ გაქანაოს აქეთ-იქით ამ ტალღებზე, როგორც გემი, რომელსაც ღუზა არ აქვს, რომელიც არაფერზე არ არის დამაგრებული. და ამ ანალოგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღუზა არის ჩვენი იმედი. იმიტომ რომ წერია ძვირფასებო ამ მუხში, რომელიც ჩვენთვის სანდო და მტკიცე ღუზასავითაა და შედის ფარდის მიღმა. და ამას ლაპარაკობს იმედზე, რომ ეს იმედი, რომელიც ჩვენთვის მტკიცე და სანდო ღუზასავით არის, რომელიც შედის ფარდის მიღმა. რა შუაშია ფარდის მიღმა? თუ გემი ღუზას ჩაუშვებს და ქვიშაზე არის მისი ღუზა, სადაც სიბაგრე არ არის, ქარი დაუბერავს, გემსაც წაიღებს და ღუზასაც გაიყოლებს, იმიტომ რომ ქვიშაზე არის, მოდება არ აქვს იმას. ღუზა ასეთი ფორმისა არის. მას მოდება აქვს, მოჭიდება აქვს მყარ ადგილზე. ვინ არის დღეს შენი იმედი? შენი ღუზა, შენი იმედი რაზეა დამაგრებული? რას ნიშნავს ფარდის მიღმა შედის ჩვენი იმედი, ჩვენი ღუზა? ფარდა ეს იყო ტაძარში გაყოფილი ადგილი, სადაც მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა. და როგორც ამბობს ებრაელთა წერილის ავტორი, ამით სული წმინდა აჩვენებდა, რომ გზა წმინდათა წმინდაიში დაკეტილი იყო. მაგრამ როდესაც იესო ქრისტე მოკვდა გოლგოთის ჯვარზე, ამ დროს მოხდა რამოდენიმე სასწაული და ერთ-ერთი იყო, რომ აი ეს ფარდა, რომელიც ტაძარში იყო, სიფრიფანა ფარდა კი არ იყო. როგორც ამბობენ, სადღაც 50 მეტრი სანტიმეტრიანი ქსოვილი იყო. ის შუაზე გაიხა მაღლიდან დაბლა. ამასაც მნიშვნელობა აქვს, არა დაბლიდან მაღლა, მაგრამ მაღლიდან დაბლა. ამით სული წმინდა გვაჩვენებს, როგორც ამბობს წმინდა წერილი, რომ გზა წმინდათა წმინდაიში ხსნილი არის. და ყოველ მორწმუნეს აქვს დღეს საშუალება ქონდეს პირადი ურთიერთობა და მოზიარეობა უფალთან. ცოცხალყმის დიდება და მადლობა. სადაც შევიდაო იესო ჩვენ წინა მორბედად და გახდა საუკუნო მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. ჰალელუია. სადაც ჩვენ ხედავთ ძვირფასებო იესო ქრისტეს როგორც წინა მორბედს. წინა მორბედი ძვირფასებო ეს არის როგორც ვთქვათ, აი ჩვენ როდესაც მივალთ ზეცაში, იქ ყავს ჩვენ უკვე ჩვენი წინა მორბედი, რომელმაც გაიარა ეს გზა. გაიარა ის გზა, რაც ადამიანს ჰქონდა გასავლელი. მოკვდა გოლგოთის ჯვარზე, თავის შესწირა მსხვერპლად ყოველი ჩვენთაგანისთვის და ის დღეს ღმერთის ტახტის გვერდით. ის შუადგომლობს როგორც მღვდელმთავარი და ის არის წინამორბედი ჩვენი. ჩვენი წინამორბედი გველოდება იქ, რომელიც შუამდგომლობს, რომელიც სიტყვას ამბობს ტახტის წინაშე. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი სურათი მიწიერად, შედიხარ თანამდებობის პირთან და იქ არის ადამიანი, რომელიც შენ პიროვნებას ლობირებს. და როცა შედიხარ, ის მას რაღაცას უჩურჩულებს და ყველაფერი გასაგებია უკვე. შედიხარ და იმ ადამიანს, იმ თანამდებობის პირს ესმის ყველაფერი ვინ ახარ შენ და მიდგომა შენ და მის ყველაერია. ეს მიწიურად ვამბობ, მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ, ძვირფასებო, იესო ჩვენი წინამორბედი უკვე ღმერთის ტახტის გვერდზე არის და მისი მსახურება დღეს არის მღვდელმთავრული. ის შუამდგომლობს ეკლესიისთვის. შუამდგომლობს ყოველი ჩვენთაგანისთვის. ჩვენ მიტოვებულები არა ვართ, ამიტომ
ჩვენ შეგვიძლია თამამად ყოველთვის წავდგეთ ღმერთის მადლის ტახტის წინ, სადაც ჩვენი მღვდელმთავარია, რომელმაც ყველაფერი გაიარა ამ ქვეყანაზე, ყველაფერი გამოსცა და გარდაცოდვისა და მას შეუძლია ყოველ ჩვენდაგანს გაგვიგოს ჩვენ. ჰალელუია. ღვთაების ძვირფასებო, რომელი იმედზე გველაპარაკება ჩვენ უფალი. ანუ ჩვენ გვყავს ჩვენი ტახტის წინაშე ძვირფასებო, წინამორბედი ჩვენი და ასევე მღვდელმთავარი, რომელიც შუამდგომლობს. ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. შევიდა რა ფარდის მიღმა ზეცაში, იმ თანდასწრებაში იესო შუამდგომლობს ჩვენთვის. ამიტომ წერია წმინდა წერილში, როგორც უკვე ვახსენე, ამიტომ გაბედულად მივიახლოთ მადლის ტახტს და მივიღოთ დროული დახმარება, დროული შემწეობა. გაბედულად ღმერთის ტახტის წინ, სადაც 24 საათი გელოდებიან, სადაც საჭირო არ არის შენ წინასწარ ჩაეწერო. ნებისმიერ თანამდებობის პირთან, რაიმე საქმე თუ გაქვს, უნდა წინასწარ ჩაეწერო. წინასწარ უნდა დაგინიშნონ ვიზიტი, ექიმთან რომ მიდიხარ, იქაც წინასწარ უნდა დაგინიშნონ ვიზიტი. ამასინათ როცა ვიყავი ამერიკაში, იქ ექიმთან უნდა წასულიყვნენ და ჩვენთან უფრო მარტივია ექიმთან მისვლა. ერთი თვის შემდეგ დამინიშნა ვიზიტიო. ერთ თვეში შეიძლება მოგვიდა კაცო. შემოზრფასებო, ასია მოწყობილი ქვეყანა, მაგრამ ღმერთის ტახტის წინ, მისი მადლის ტახტის წინ 24 საათი გზახსნილია. ნებისმიერ დროს შეგეძლია შენს ლოცვაში წარსდგე ღმერთის წინაშე, შენი მამის წინაშე, სადაც შენ გეგულება წინამორბედი შენი და მღვდელმთავარი, შუამდგომელი იესო ქრისტე, რომელიც შუამდგომლობს შენთვის. ამინ. ღმერთის ერო. მოდი ვისაც გვჯერა ამისი თქვათ ამინ. სოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. მინდა რომ აი ამ სიტყვებით ძვირფასებო გავამთავრო აი ამ რამოდენი მუხლის მიმოხილვა და აქედან რაღაც ვისწავლოთ ჩვენ მიტოვებულები არა ვართ. ღმერთს დიდება ამისთვის. ამიტომ მოდი ძვირფასებო, აი ამ იმედს ეჭიდებოდა ა ブラ ამი, ამიტომ მოიყვანა მაგალითად განსასწრების დროს, თუნდაც იმ დროს, როცა ისააკი მსხვერპლად მოიტანა, მან ირწმუნა ღმერთის და ფაქტიურად სათავე დაედო რწმენით გამართლებას, არა ახალ აღთქმაში, მაგრამ ა ブラ ამის დროიდან. მაგრამ იესო ქრისტეში ეს ცხადად გამოჩნდა, რომ ჩვენ დღეს ჩვენი საქმეების მიხედვით კი არა ვართ გამართლებულები, მაგრამ ჩვენ გამართლებულები ვართ და დახსნილები ვართ მადლით რწმენის მეშვეობით. ჩვენ ვირწმუნეთ და ღვთის მადლითა და წყალობით ჩვენ გვეპატია ჩვენი წოდვები. და არა მარტო გვეპატია, მადლი აქ არ ამთავრებს ჩვენთან მუშაობას. მისი მადლით გვენიჭება ძალა წმინდა ცხოვრებისთვის. რაც შენ არ შეგიძლია, უფალ შეუძლია შენ ცხოვრებაში. ამიტომ მოდი შემოზრფასებო, უბრალოდ აი რა მინდა იმ მთელი გულით გითხრათ და ძალიან წრფელად, რომ ჩვენი პრობლემა მორწმუნეების ისიც რა არის? ჩვენი ძველი ბუნება და ხასიათი პირველ რიგში. რატო ფუჭდება ურთიერთობები? იმიტომ რომ ძველი ადამიანი ცხოვრობს. რატო არის რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ პატიობენ? ძველი ადამიანი ცხოვრობს. რატომ არის რომ შეიძლება მორწმუნეებმა ერთმანეთს რაღაცა აკადრონ? ძველი ბუნება ცხოვრობს. დრო არის გამთავისუფლდეთ. ამასთან ყოველთვის ბრძოლა გვიწევს ჩვენ, მაგრამ სიფხიზლე იმაში მდგომარეობს, რომ არ დაუშვა. ბიბლია სხვანაირად გველაპარაკება, თუ ქვეყნიერებაზე ვიღაცას თავის წარმოეჩენა უნდა, არავინ დაგჩაგროს, არავინ შენზე ზედმეტი სიტყვა არ თქვას. თუ ერთი დაგიყვირა, ორი დაუყვირე. თუ ხმა აიმაღლა, 2 ტონით აიმაღლე ხმა, არ დაგჩაგროს. არა, ბიბლია ლაპარაკობს, რომ ერთი მეორეს პატივი უნდა მივაგოთ. ერთი მეორე ჩვენ უნდა ჩავთვალოთ ჩვენზე უფრო დიდად. პატივი მიაგე. პატივისცემაში დაასწარით ერთმანეთს. ის კი არა რომ იდგე და პატივს ელოდებოდა ვიღაცამ პატივი მცეს ახლა მე მივიღო პატივი. არა, შენ დაასწარი პატივისცემაში. თუ ვიღაცას თუ ადგილი გინდა და ზიხარ ადგილზე დაასწარი პატივისცემაში, ვიღაც რომ მოდის დაასწრებ და
შენ ძმას და დასრ დაასწრებ, რომ იმ ადამიანს ადგილი დაუთმოს. ერთმანეს პატივისცემაში დაასარით. ეს ელემენტარული მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ცხოვრება ასე აწყობილი. თუ ჩვენ გვინდა რომ ქრისტეს ბუნება და ხასიათი იყოს ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ წერილს უნდა გავყვეთ. რას გველაპარაკება წერილი და ის ხომ ყველა წვრილმანზე გველაპარაკება ჩვენ. თუ როგორი უნდა ვიყოთ მოქცევაში, დამოკიდებულებებში, მსახურებაში, ურთიერთობებში, შეგვეციოს უფალი. ამინ.